მოგესალმებით, ჩვენი ორგანიზაცია სტუდენტური ახალგაზრდული სათათბირო დაახლოებით 10 წელია აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის პროგრამაში Erasmus+. ეს ითვალისწინებს სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებას ახალგაზრდებისათვის, მათ შორის ტრენინგები, ახალგაზრდული ბანაკების სემინარები და ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები, როგორც აღნიშნე, 500-მდე ახალგაზრდა გავაგზავნეთ აფრის განმავლობაში საზღვარგარეთ. ეხლაც გვაქვს პროექტი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იღებს ოზურგეთიდან მონაწილეობა. რაც შეეხება თემებს, ეს სხვადასხვა სახის ტრენინგებია, ახალგაზრდული ბანაკებია, ეკოლოგიაზე, მოხალისეობაზე, ჩართულობაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ ახალგაზრდა უნდა იყოს აქტიურად ჩართული და ძალიან საინტერესოა. მთავარი ამ პროექტებში, რა თქმა უნდა, არის ის, რომ სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ, ეს მგზავრობა, გათავსება, კვება და თვითონ პროგრამა აფინანსებს. მაგრამ რა ვიცი, მე ორი ქვეყანაა ჯერჯერობით postabჭორ სივრცეში, რომელშიც ეს პროგრამა შეჩერდა, ეს არის შეჩერდა საერთოდ გაჩერდა ბელარუსიაში და რუსეთში უკვე აღარ ფუნქციონირებს და ძალიან დიდი საშუალება, რომ საქართველოს შეემატება ამ ქვეყნების სიას. ევროკავშირთან ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი, ამაზე საკამათო და კითხვის ნიშანიც არ უნდა გქონდეს, მე მგონი არ არის, იმიტომ რომ ეს მეც არაფერს არ თავაზობ, ძალიან ბევრი პროგრამა, ეს ერთ-ერთი პროგრამაა, რომელიც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ Erasmus, ამის გარდა ძალიან ბევრი პროგრამებია, რომელიც სტაჟირებას, სწავლას, საზღვარგარეთ სრული დაფინანსებით სწავლას Erasmus აქვს, სტუდენტური პროგრამები ამის საშუალებას იძლევა. გურიაში ძალიან ბევრი პროექტებია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ეს ძალიან დიდი მითია, რომ მხოლოდ 100 მილიონით იყო შემოფარგლული, 100 მილიონი შეიძლება მხოლოდ ერთ რეგიონზე იყოს დაფინანსება წამოსული. წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ტურიზმის განვითარება, რა ვიცი, არ არსებობს თემა, რომელშიც არ იყო ევროკავშირის პროგრამები ჩართული.